ეკა მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგვიყევით თქვენი პირობების შესახებ. რა პრობლემა გაგიჩინათ აი ამ დითოვლობამ და ამ დღეებს როგორ ატარებთ? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ. ჩართო გადავწყვიტე ბიბიას და ბაბუას გამო, რომლებიც ცხოვრობენ ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამაჩში. ბაბუაჩემი გახლავთ მამათის სახალხო ანსამბლის ხელმძღვანელის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი 93 წლის არის. ესე იგი 22 თებერვლიდან დაიწყო ეს თოვა და მე პირადად 24 რიცხვიდან დავიწყე 112 წელს განეკვა. თავიდან სამაშველოც დამიკავშირდა, ანუ თუმცა მათ დღეს რომ ვერანაირად ვერ მივიდოდნენ იქ და მხოლოდ მითხეს რომ უკვე რაღაცნაირად მეტიება კიდეც. მითხეს რომ შეეძლოთ მხოლოდ რომ მიეგზავნათ ვინმე მეზობელი და სამწუხაროდ ისევ ტექნიკური ხარვეზია, თუ არის შესაძლებლობა რომ თავიდან გადავუგრეკოთ, ეკა გვიყვებოდა ბაბუის შესახებ, რომელიც ლანჩხუთშია 83 წლის და სავარაუდოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას, სამაშველო დიდ პირობებს ვერ აძლევდა. ეკა მგონი კი ბატონო, აი მეზობელზე გვიყვებოდით. კი, ანუ მეზობელი მინდა აღნიშნო, რომ გავიგეთ, რომ ანუ ნუგზარი ლომაძე იყო ეს პიროვნება და მასაც სახლი ჩამოიგრა ამ თვითმფრინავის შეღამსა. და ეხლა როგორც გავიგეთ, სახლთან არსებულ ერთთახიანი ნაგებობა ქონდა და იქ იმყოფებიან ეხლა როგორც ვიცით და ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. რაც შეეხება ბებიას და ბაბუას, აქვთ გაციებულები არიან, სიცხე აქვთ, სახლი კიბე ჩამოიგა და შეშაცანობად გულის გაუწყდათ და მე აქვთ სახლამდე მოშვრებით ხოდათ. თქვენ შეგიძლიათ დაკავშირება პირადად შევძელით მხოლოდ გუშინ, მანამდე არაფერი არ ვიცოდით, აი ესე სხვისი მონაყოლით და ერთადერთი რაც კიდევ მინდა ძალიან დიდი მადლობა აკეთებულად ლაპარაკობ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მოხალისე ჯგუფს. როგორც მითხრეს, სამჯერ ამოსულები და მედიკამენტები მოუყანეს და ამისთვის სახელმწიფოები არ ვიცხათ და აი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას და გაიხმარება ჩემს არამედ იმ კუთხეში, რომ ქვედა მამათის დაახლოებით 300 კილომეტრში იმყოფება, გზა არ არის განკარგული. ვესაუბრეთ ეს და გუშინაც დაახლოებით 2 დღე მაინც ვერ გვყვიდება რომ გზა იქამდე მივა. გამოყარა და ევაკუაცია გვჭირდება, იმიტომ რომ მეწყული პროცესები მიმდინარეობს ამ სოფელში თვითონ სადაც ეს გეოლოგიური დასკვაც კი არსებობს, რომ ანუ მეწყული პროცესები მიმდინარეობს და გამოსახება და ეხლა ვშიშობთ უკვე იმაზე, რომ როგორც კი ეს მთის ფერდობზეა ეს სოფელი შეფენილი და ფულს კი ეს ძონებას დაიწყეს ეს თოვლი, აი კატასტროფა მოხდება, ანუ მოსახლეობა არის იქიდან აუცილებლად საცხოვრებლად სამსაყვანო. კი ბატონო, მე იმედი მაქვს მოთხოვნა ის არის რომ აი გზა გაიკვალოს, რომ იქიდან ამ ხუცების გამოყვანა შეძლოს. არა მარტო ჩემი დედაბაბუის, არამედ იმ სოფელს არდინდას იმ მონაკეში განში. ყველანი ანუ ასაკობად ხალხი ცხოვრობს და აი მართლა აი ძალიან აი ცუდი მდგომარეობა იქ და ვითხოვთ ყველაფერს. კი ბატონო, ეკა სამწუხაროდ კარგად არისმის, თუმცა თქვენი ისტორია, თქვენი ამბავი სავარაუდოდ უკვე მაინც გასარკვევია და იმედი მაქვს რომ დაგიკავშირდებიან იპოვით რაიმე დახმარებას. ეკა გულიკაშვილი გვესაუბრებოდა მისი ბაბუის და ბებიის შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან გარესამყაროს, რადგან მათთან მისასვლელი გზა გაუკვალავია და რამდენიმე დღის განმავლობაში აი ამ ადამიანმა საერთოდ არ იცოდა არაფერი მისი ოჯახის წევრების შესახებ.